გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ჭამის აუქციონი დაბრუნდა ოქტოპუსზე. დღეს გვაქვს გრანდიოზული ვიდეო, იმიტომ რომ გრანდიოზული აი ეს გამიკეთე რა. გრანდიოზული ვიდეო აქვს დღეს მეგობრებო, იმიტომ რომ დღეს არის სტუმარი მახარა და იმყოფებით ჩვენ საჭაშნიკე 1969-ში. ხოჭა. აი, ნავარჯიშები ადამიანი. ბოლოური ციფრის რაც მახსოვს. ბოლოური ციფრს არ ვასახელებთ. პირველი დავიმახსოვს. ესე დიდი ხანი არ გადაგვიღია ეს კონტენტი და მახარასთან ერთად სხვათა შორის არ გვაქვს გადაღებული ჭამის ჩელენჯი. ხო ეგრეა? ჭამის რამე გადაგვიღია ერთად? აი 1000-ში. სტარტები გადავიდა ჩვენ რომ მოხდინებ ხოლმე რაღაცები მახსოვს. ხო, ძირითადად მახარასთან ხდება ხოლმე ეს, მაგრამ მახარამ თქო რომ როგორ ისე დახურეთ ეგ პროექტი რომ მე არ მომიწვიეთო და ამიყლო ყოველდღე მწერდა. თუ პოდკასტში იჭრებოდა სულ მაგაზე მელაპარაკებოდა და ახლა მოვიდით და დაადგა საშველი და ჭამის კონტენტი რო ადამიანს რას წარმოადგენს ის შეულამაზებლად გამოჩნდება აქ. იმიტომ რომ ხაჩი რაღაცებს ალამაზებს. შეიძლება ამის ახსე მივედით მოუგე შაურმების ჭამაში. და გამოჩნდება ამ არხზე რისი თავი აქვს მახარე. მე ხო გადავწყვიტე მე გადავწყვიტე ხარი არა. ჩვენი კონტენტის წარმოდგენი მახარ არის ევროპაბეთ სპორტი, ამას შენ უფრო კარგად გააფორმებ რა თქმა უნდა. ევროპაბეთ სპორტი, რომელმაც შეძლოს რომ ორი ერთი ბუმბერაზი და ერთი შოუბრი იუთუბერი ამდენი ხნის მანძილზე ფეხზე დააყენა. ეხლა როგორ გაჩნდა აქ გადაღების იდეა ახლა რა? როგორ მე ვიცი როგორ გაჩნდა, მაგრამ მიდი მოიტყუე. არა, რა მოიტყუე, შემოვედით ძმაო. რომ დავჯექით, შენ გიყვები. ხო, მე ვიცი. რომ მოვიდა ეს პატიოსანი ხალხი ვიყო, თქვენთან დაკავშირება გვინდოდა ისედაც. გვინდოდა რომ რაღაცა ერთიანად გადაგვეყო. თორე ჩვენი არხი ილინკება ფეხბურთთან და რაღაცა და ხო ხტები რა. შენ ახლა ცოტა არაორგანული რეკლამა იყო, ხო არ დაგიმალო. ჩვენ ახლა უფრო კარგად ილინკება და მე რატო არ აქ მაშინ? ჰა? შენ გვინდოდა ჭამაში დაგამარცხო. და ეს მოჭამთ, არა დაიწყეთ. ხო და მოკლედ გაჩნდა ეგ იდეა რომ გადაგვეღო ეს ჭამის აუქციონი. აი მაინც შეგვიძლია რომ ნელ-ნელა დავიწყო. თამაშის წესები მარტივია מחარ. სამ კერტს ავარჩევთ, ჩვენი გაშლილი აქვს უფრა. სამ კერტს ავარჩევთ, იმ სამ კერტს შევეჯიბრებთ. აუქციონში ვინც ვერ მოიგებს, გამოეთიშება ამ აუქციონს და დაეხმარება მზარეულს გამზადებაში კერძების და აქ მოგვიტანს და გაგვიწყობს ყველაფერს. საპრიზო ფონდი ამ ყველაფრის არის 1500 ლარი. თუ შენ მოიგე ამ ჩელენჯში მარტო შენ მოიგე, მიიღებ 1500 ლარს კრედოს ანგარიშზე. მოიცა მარტო მე რას ვქია? კიდე შესაძლებელია რომ ვინმე მოიგოს? და ჩაგეწილოს. კაროჩი 500 მოგცე, 400 მოგცე, 100 ლარი გადასახდელი მაქვს, 400 შენ 1000 მე და ვსო. იმათ რას უშვი? სამი ადამიანი იღებს მონაწილეობას. თუ მოიგო სამივე 500 ლარი შეხვდება, სამი მეგობრულად დავიშლებით, თუ ყველამ შეჭამა. თუ შეჭამა მარტო ორმა ის რას თქვა, გაიტყობა ორზე 757, თუ მარტო ერთმა 1500 ლარს მიიღებს ის ადამიანი. מחარ საჭაშნიკეში აქვს ძალიან საინტერესო მენიუ და ლუდებიც სამბეული. და შეგვიძლია ხა გადავიდეთ და სამი კერძი ავარჩიოთ, რომელსაც შევჭამთ და რომელსაც შევეჯიბრებთ. გაწყობს? მე და შეატომებდეთ, ესენი არ მოდია? არა, ესენი პროსტა გაფორმება დარია. აი შემიძლია რა? მე ვფიქრობ, რომ ხინკალი, ქაბაბი აი ეს ხალხია. ნუ ჭამჯერსით. ქაბაბი არ ვქნა. სოსისი ავიღოთ ქაბაბის მაგათ, რომ ქართული ხინკალი გვაქვს. აჰა. სოსისების დაბა ავიღოთ. ეს რა არის? ეს არის კუპატ დოგი. მუჭამ ყველაფერს. ეგ მეც მაინტერესებს. მეც მაინტერესებს. ეგ გაიჭამდა. ხახვია. ხახვია, ხო? ხახვია. ვანკაია. სიყორებ, მუჭამო შეშენა. და ყველის ჭხირები. და ყველის ჭხირები. ყველის ჭხირები. ოკეი. კაი, всё, გადავწყვიტეთ ხინკალი, სოსისების დაბა და ყველის ჭხირები, ხო? ხო. ჭამა შეეშვი. წავედ დავბრუნდით მაგიდასთან, რომ სონები დავბრუნდით. აი თავი კაცი. შემომახარ, გენაცვლე სუბრისკენები. ძალიან თქო. სანამ დავიწყებდეთ აუქციონს, უშუალოდ מחარ ახლა გააკეთებ ცოტნეს პაროდიას. შეჩემავ, მალე რა, ხია. აქამდე თქვენ მოგეცით შანსი რომ გამოგეწერათ არხი და დაგელაიქებინათ ეს ვიდეო. მე მინდა აღვნიშნო თქვენი ერთ-ერთი 5-დან 2 წელი მართლა მინდა აღვნიშნო დიზელი 200 ლიტრად მომეცით. კარჩი მაგრამ -20 გრადუსი არ გაიყინა რა. ვა, ბაკურიაში ვიყავი. ელანტრებში გაყინულ დიზელზე აი ეს ქვეშიდან ნაჭრები მენთო შეჩვენა. სოკარის საწოლზეა საუბარი, რა თქმა უნდა.
სოკარის დიზელი არ გაიყინა გამოვხდი რა. მართლა გეუბნები. და მეცაც გეტყვი. აბა? შენ შეგიძლია კიდევ ერთი სპონსორი ყავს ჩვენ კრედო ბანკი. ხო. საერთოდ ბუნებას გაუფრთხილდე კი, მაგრამ როგორ? მწვანე ანაბარის აღებით. ანუ თუ შენ აიღებ მწვანე ანაბარი, გეტყვი ახლა. შენ მიერ განთავსებული თანხის სარგებლის 0.5% წავა სწორედ აი ამ საქმეს მოხმარდება. რომ გაუფრთხილდეთ ბუნებას დავასუფთავოთ. ჩვენ ტერიტორიაზე საქართველოში. და 0.5%-ს დაამატებს თვითონ ბანკი, ანუ 1% გადაირიცხება ფონდში. ამ ფონდში შესული თანხა მოხმარდება ბუნებისთვის საზიანო ნარჩენების განადგურებას. და პირველი პროექტი რაც საპირებენ, ეს არის საბადურის ტყის დასუფთავება. ასე რომ თუ ამ მწვანე ანაბარს გახსნი, შენ წვრილს შეიტან შენი მაგარი განადგურებით რომ დავიწყოთ. ყველაზე დიდ პრობლემას ექნის ბუნებისთვის. მე არ ვქნი, გამონაბოლ. მე ვასხამ სოკარის საწოლს, რომელიც უფრთხილდება გარემოს და უფრთხილდება მანქანის ძრავსაც. აზარი არა. კიდე რა სპონსორები გითხრა מחר, რა ვიცი. მე დაჟე სახში გებს გაზზე აკეთებდნენ ხოლმე საჭმელს, ეხლა გადავიყვანე სოკარის დიზელზე. გეფიცე ძმაო. კაი, მოდი პირველი ლოტი იყოს ყველის ჭხირები, რადგან აპეტაიზერი. მაგარი. ყველი ჭხირები. რამდენ შეჭამ? რა ჭხირს 10. 10. 20. რა 20 შეჩემა, რა მაგამ გაანები თავი, ამას 20-ო? 20? 21 ეხლა ნახე, ანუ გაატანო, ანუ წაართვა 21-ი. 21? 21 ყოველი შეიძლება ჩემი 25. 26 27. 27 ნახევარი 27, 28. 28 ნახევარი. აი 30. შემოვიდა მძიმე არტილერია. ახლა მიდი რამე შეიძლება შეჩემა 21. 32. და ცოტნე რატო თქვა არ ვიცი. 35 გადაურწყე ჩემთვის გაბიჯე. 33 თითო 33? ოუ, თქვენ გიჟები ხართ. 33 იმან. მინე მაგის გიშეშე. 3-4 კილო ყველი შეჭება ძრო. არა, მე პას შანსია. კაი, 33 1, 33 2, 33 3 შეიძინა გუნდიშამ 33 ყველის ჭხირი. შემდეგი ლოტი არის სოსების და სოსისების და. სოსების დაფა იყოს. კი ბატონო. დავაი. 15 სოსისი. 20. 20. 21 შენ რა გინდა? რადი გავანები. 21. 20. 21 მე მომო, კაი. 22. 23. ბიჭო, ძალიან ბევრი, ანუ სიგიჟეს. 23 აი მხოლოდ რაღაცა რო კუჩი ჩადო, შეჩემ. მაგ ხელა ეხა არ არის. არა, 23-ის მეც ვერ ვიტყვი. 24. ხარ მართლა გეუბნები. ბიჭო, 24 რამე გრძელი მოიტანე და დადეთ აქ რა. 24. 24? 25. ვახში. გადარჩი შეჩემა სად გადარჩი. ოი. ეხა 26 ხარ გამომა 25 საათის კი არა. გადარჩა ბიჭო. არა, წამო ხინკალზე წავიდეთ, წამო. 25 1, 22, 23. ბლეფი, იმან ეგრევე დაიწყო მეტრი გამოდის. შეჭა მეტრობაში რო გითხრა 25-ის გამოდის 12-13 მეტრი მაქვს. აი ეს. დავაი 15 ხინკალი. 16. 20. 22. შენ არის ბოლო შენ არის მიდი მარემ გაყევი შეჩეო თქვი. 23. 23. 24. ოპა. ხუნდი შენ მაშინ რამდენი ჭამე? 27 ჭამა, მაგრამ მაშინ 15 წუთში არა ცუდად. შენი იყოს. მირჩევნია მოგემსახურო და გიყურო როგორ წააგებ და დაიმშვიდობები პულს. 25 ფორმა ხარასაც 24 1 24 რა 24. 24 2 23 ნიამატე ერთ გაყიდულია. გაყიდულია. ძალიან ბევრია. აი, წავედი მე სამზარეულოში. მივხედავ თქვენთვის ცოტა საქმეს შეკვეთა გავაკეთებ. მიეცი 33 რაღაცა მეგობრებო. ყველის ჭხირი რა უიმედო თავის დაქნება. 25 სოსისი 25 სოსისი. 24 ხინკალი. შემოვი, მე დაჟე ვფიქრობ რომ 30 უნდა მეთქათ. აუპა. გუნდიშ, არაფერს ნახე დაჯეჭკიდე სპეციალურად ერთ წამს. ხახარა შენის მოვიდა მაგრამ მე ხოდა შეგებულ მომენტია ჩემთვის. 30 აი ეხა რა კონდე კუჭებიც უნდა ჭამო რა. რო კუჭების გარეშე. ისა ცოტნე, რო დადეთ მე პილპილი მომიხარე რა. ავა შენ შეჭმა ძაფი გამოაცალე. ცოტნე, დამიყარე რა.
არ მინდა ეგ ამით დამიყარის ნაფლეთი არ მინდა რა. პეპე იმის რა რატო აფერფლებს შეჩემა დააყარე რა. 24 რა ჩამევიწუწო. მახარ მე მაქვს ესეთი ჩელენჯი შენთვის. წეგან დამირეკა სოკარის წარმომადგენელმა და მითხრა რომ თუ მახარაო პირველი შეჭამცო 100 ლიტრ საწვავსო ჩვენ გაუგნავთ. დიზელი ისე ხუთიან ნანო. სოკარის საწვავი არაზიანებს გარემოს, უთხილდება და ვიცი, რავსაც და წყალსაც ამცირებს, როიცოდე. მაგით წამოვიღე რაც იყო დარჩენილი. ამას ჩავასხრო. თუ პირველი შეჭამ ოღონდ, მე თუ მოგასწარე მუნდიშამ, უკვე საწვავი სამწუხაროდ. ძალიან მიყვარს ეს სოკარი. მეგობრებო, თითო კილო 5-0-ის დახმარება გვაქვს, ასევე შეგვიძლია მივუცათ მზად ვართ. ანთი არა. ხაია, ბიჭო თან. აუ, ეს არა. აუ, ძალიან ცხელია. ეუბე. ან ყველიანია და ვიყავ. ეკრობა უკვე. ბიჭა. პური მიაყოლე. ნორმალურია, ხო? მაინც ვერ ვიგებოდა სიამოვნებას მაინც ვიგებოდა. დოქში ჩაო. აი, სპედაჟე ვეღარ ავჭ. ვეღარ ავჭ. კაც შეჭამე ბრატა 500-ს. ვერ ხვდები რომ მივაყავო თქო. რა მახარ. ხაიბა წეჭვის იმიში თვახილა და მართალიც იქნება. მე მეკინა ზედაც მithra. დაგიღეჭო და დაგილაგო და ისე შეჭა. ყალა გაგიცული ცოტა საგინდა. ესენი ვლაშია ძალიან და. კაცო შემიძლია სამცალში გაგიცვალო 5 წელი. გემოს მაინც შეიცვლი. წყალი მინდა. ლუდი მაგრამ აი ორი ვერ ავჭამ. ბიჭო რა ესოსინე გამესინჯა მაინც ხო ძალიან სუყია. ყველა დავნებით ხო? ყვერთხე რა ჩამე დილით შეჭი. ხო იცო სად მოდიოდი? ერთანე. აი სათი კვერცხი მომაღებინა მოხარშული ჩემეტი აფეანდა. წავაგეთ ჩეჩემ. წავაგეთ ხო. ეხა ბიჭო შენ რატო ვერ ჭამე ვერ ხვდები მაგას? კვერცხი ცოტა ნახევარი დაგვრჩა. დავმარცხით. მე მაქვს საჭმელი ერთი იმდენი რამდენიც ჭამე დაახლოებით. რამდენი წელი დავჭ? ძალიან ბევრი ხო? 1 2 3 ნუ აი ნახევრები რო აიღო რა. 9 სადღაც 9 გამოფარე მოდი. ეგრე ჩანს. 10 უხეშად. 10 დარჩა? 15 წელი ვჭამე? მახარ შენს ლეგენდარულმა მჭამელო რამდენი ხინკალი ჭამე? 17. მე მაქვს შემოთავაზება ესეთი. ძალიან საინტერესო და მე მგონი ყველა და ჩვენ ფული ვერ მოვიგეთ. მაგრამ 100 ლიტრი დიზელი მაინც მოვიდა. ყველაზე რთული ჩელენჯი აქედან რომელი იყო? ორივე. სოსისი ხო? 4 კილო სოსისი იყო. თუ ვინმე მოვა აქ საჭაშნიკე 1979-ში გადაიღებს როგორ ჭამს 25 სოსის 15 წუთში, ისე რომ ამას გამოგვიგზავნის 1500 ლარს გადავწევთ მას. დიდი მადლობა რომ მოხვედი. შენი ჭამელობის ლეგენდები აღმოჩნდა გადაფასებული ძალიან. იმიტომ რომ დაგითვეთ ყველაზე მსუბუქი ეგეც ვერ ჭამე. არის 10 კვერცხი დილით ნაჭამი პროსტა მაგის გამო, მაგრამ ნუ წავაგე რა მშობად. პროსტა მეგონა რომ დიზელის გამო ვიბრძოდი დღეს მე აქ. მე დღე ფულის გამო მე ვიბრძოდი სოკარის დიზელის გამო. და ფინიშის ხაზანდაც ვერ და მიხვდი. ვერ მივედი ბიჭო, ხო მე თუ აი მე 100 ლიტრი დიზელი. შემდეგში იქნება შანსი მომცეთ რამეში რა. 100 ლიტრი დიზელი.
მაინც გადავცემთ. მაინც გადასცეთო, ეგ მითხარი? დიახ, სოკარიდან ტრეკავთ, ხო? კი, აქ არის. სუდად იქცევოდა ძალიან. ძალიან არ შეჭამა ბოლომდე. არ შეჭამა. ლექსი ხო ვისწავლე? მაგრამ თქვენი კომპანია დაარეკლამა. ფანია. ეგეც კი რომ ზამთარშიო ყინვას გაუძლო იმ დიზელმა რაც მომეცითო. ეგენიც კი ისაუბრა და მივცეთ 100 ლარი? ძაღლი გამეყინა ჩემი. 100 ლიტრიანი ვაუჩერი მივცეთ გადავცეთ? ძაღლი გამეყინა დიზელმა გაძლოთ. მახარ, მე ვესაუბრე სოკარის წარმომადგენელს. რაო, რაო და მე ხო მახარას ახსოვე რაღაც სპონსორების ნაკლებობა შეინიშნებაო. და ჩვენ ხა მაგ უბედურ კონტენტში თავს ვერ შევყოფთო რომ სპონსორად შევიდეთო და ვაუჩერითო 2 კვირა მეყოფა მინიმუმ. 100 litrს საწოლო ორი გადავცეთ. კვირის მერე გადაცემა გააძეთ კიდე 500 ლიტრი ნანო პრემიუმი. დადიო და სოკარს ნანო პრემიუმის მე წაგებულად თუ თავს ბაზარია რა, კანდიშო ცოტა გამოჩნდეს, მაგრამ აქ არის და რომ ისე წავედი მე, მაგრამ ხო, არ ვიცი, მე მეგონა რა, 30 მიჭამია და კვერცხის გარეშე. ეხა უბრალოდ ეს რომ ხონდეს აჭამდი, ეხა 10 კვერცხი შევჭამდი. კვერცხი ქვევით არის. ფეხბურთის ყურება გინდა, მაგრამ შენ კი არ გამოდიხარ ხოლმე, ჩვენ აქ ჩამოვდიოთ ხოლმე. მაგრამ გეპატიჟებით. 15 წუთში აღარ იქნება ჩელენჯი, დავსხდეთ ლუდი დავლიოთ და ვიკაიფოთ. აფერუმ, წავედი. ცუდად არის შენი ვაიმე. მეგობრებო, როცა ვიღაცები დაწერთ კომენტარებში რომ მახარამ ფულის გამო ყველაფრის კადრებილიო, იცოდეთ რომ დამატებით 8 ხინკალი არ შეჭამა 1500 ლარის გამო, ასე რომ თლად ეგრე არ ყოფილა. საჭაშნი 1979-ს დიდი მადლობა რომ არის. დიზელი ხომ აქვს? რომ გვიმასპინძლა, დიდი მადლობა რომ გვიმასპინძლა. მიდიოდა ეს. რა შეიძლება? მადლობა ჩვენ სპონსორებს, ევროპა სპორტი არის ჩვენი წარმდგენი, მოგეხსენებათ. გამოიწერეთ არხი ოქტოპუსისა, რათა განაგრძოს დიდმა ძმამ და პატარა ძმამ ისევ ერთად თანაცხოვრება. თვალწინააღმდეგ შემთხვევაში მათი გზები გაიყოფა, არეულობა იქნება, როგორც კი ნაკლები თანხა იქნება, ფინანსური პრობლემები, გუნდი გაიქცევა, გუნდი შეწაგება. და უღმეს მადლობა მახარას, რომელიც იყო ჩვენთან ერთად. დიდი განახვამდის. კარგად დიზელია მომდე. ნახვამდის, კარგად იყავით. გამარჯობა მეგობრებო. სალამი. როგორ მოგეწონათ საჭმელები? ძალიან კარგი და ძალიან ბევრი იყო. ხო. ყველაზე რთული მისია უყურებდით და ჩვენი აქ საჭაშნიკეს სახელით, იმიტომ რომ საჭაშნიკი არის ბადაგონის შვილობილი კომპანია. ანუ აი უყურეთ ესე აკდევს ესე სახსტილი, თელი თავისი ატრიბუტი, თქვენ ბატონო კალა გადმოგცემთ ამას. უღმესი მადლობა. ჩვენი გუნდისგან დიდი მადლობა. გემრიელად მიირთვით ისეთ თქვენ აუცილებლად ჩინაურებთან. ხო, დაჭერა შეიძლება სხვა ცოტა დაიჭირეთ. შეიძლება რა. გეყოფათ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა მოკლედ ჩვენ სპონსორებს, რომ კონტენტის საშუალება, კეთების საშუალება გვეძლევა. შემდეგი თვე იქნება ძალიან საინტერესო ჩვენი არხისთვის, თუ დაგვრცალდა. ახალი პროექტი უნდა დაიწყოს შემდეგ თვეს. ძალიან საინტერესო. ესეთი სცენარული, რასაც დიდი ხანია ველოდებოდით და ვამზადებდით. იმედია გასწრებული შეწერის საშუალებაც მოგვეცემა და მოკლედ დაუბრუნდებით ძველ კალაპოტს, უნდა მოგცეს საშუალება ოღონდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენება. ჩვენი სპონსორები არიან ევროპა სპორტი, ჩვენი წარმდგენი. ხუთენოლი აგერ ქონდა. კრედო ბანკი და მახარას ჩვენ თუ მოგყავს მახარას სოკარის გარეშე უკვე აღარ მოდის პრაქტიკულად და იქნებ ასე მაინც შემომიყვანოთ არხსეო და ესე ვაძლევთ ხოლმე ვაუჩერებს. თქვენ კიდე გამოიწერეთ არხი, დაგოლაიქეთ და ჩელენჯს გიტოვებთ აგერ მაყურებლებს, ვინც შეასრულებთ. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საჭაშნიკე 1979-ს ესეთი გემრიელი მასპინძლობისთვის და ვისაც სურვილი გაქვთ რომ გემრიელი ლუდი მიირთვათ და ფეხბურთს უყუროთ და გემრიელი საჭმელი მიაყოლოთ ამ ყველაფერს, მობრძანდით აქ.